ფესტივალიდან ფესტივალამდე პროექტის ფარგლებში ბათუმში კლასიკური მუსიკის კვირეული გაიხსნა. ნომინანტები და ლაურეატები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეირჩა. ნორჩი შემსრულებლები დის სცენაზე კლასიკოსების ნაწარმოებებს ბათუმის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ააშღერებენ. კლასიკური მუსიკის მეხუთე საიუბილეო ფესტივალი ბათუმში ამ კომპოზიციით გაიხსნა. შუმანის, ლისტისა და სარასატეს ნაწარმოებები ახალგაზრდა მუსიკოსებმა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის სცენაზე შეასრულეს. ამ ფესტივალში უკვე მეოთხე წელია, რაც მონაწილეობას ვიღებ. შემოქმედებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ ფესტივალმა. წელს უკრავ რაველის კონცერტს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ჩემი აზრით, ყველა პიანისტის მოღვაწეობაში მნიშვნელოვანია, რომ ორკესტრთან დაუკრას ხშირად. წელს ბათუმში აჭარის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ასრულებ რახმანინოვის მესამე კონცერტს, ჩემი ხოცნების კონცერტს შეიძლება ითქვას და ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა ამის საშუალება და იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება და კვლავ ესე ტკბილად, თბილად შევხვდებით აჭარაში. ფესტივალიდან ფესტივალამდე ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში მცირე საკონცერტო დარბაზში ხელთნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა მოეწყო. ამ ფესტივალში პირველად ვიღებ მონაწილეობას, წარვადგენ თექას და ზოგიერთ ნახატს. კვირეულში ფესტივალის გახსნამდე საქართველოს მასშტაბით შერჩეული ნომინანტები და ლაურეატები მონაწილეობდნენ. საუკეთესოები კი ცნობილი კლასიკოსების ნაწარმოებებს უკვე ფესტივალის ფორმატში დიდ სცენაზე ასრულებენ. აი ამ ბავშვებს, რომლებსაც ჩვენ ვეძებთ, სწორ გზაზე მე ფესტივალი რომ თავდება, მე იწყება ამ ბავშვებთან მუშაობა, ვისაც რა ჭირდება დაუშვათ, ვისაც როგორი გზის გაკვალვა უნდა, არის ძალიან ნათელი ბავშვები, რომელსაც პოულობს ფესტივალი. აი მე ხდება მათი წარმოჩენა, მათი დახმარება, მათი პოპულარიზაცია, საერთოდ კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია. ნორჩი მუსიკოსები დღეს ძალიან წარმატებულები არიან და ძალიან ბევრთან უკვე განსაზღვრა მომავალი მათი. სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ახალგაზრდა მუსიკოსები ბათუმის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავენ. პროექტს ხელოვანები მომავლისთვის საქართველოს ხელოვანთა კავშირი აჭარის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. ფესტივალი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა.